ახლანდელ დაკავებაზე და მის კანონიერებაზე. რისთვის იყენებს ქართული ოცნება და შსს 48 საათიან დაკავებას? მზად ვარ? ფონში მიკროფონი ჩართულია წავიდა? კაი, შეგვიძლია? კაი, დავიწყოთ რა. ქართული ოცნების რეჟიმი, ისევე როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კოდექსი იყენებს მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიული მიზნებისთვის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ მე წარმოდგენაც არ მინდა, როდესაც უახლოესი თვეების განმავლობაში რეპრესირებული ადამიანების სარჩელები მიიღება წარმოებაში და დადგება შესაბამისი გადაწყვეტილებები, მიჯრით რამდენი უფლების დარღვევა დადგინდება. მხოლოდ და მხოლოდ გაუარესებულია ამ ფორმაციით ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ეს პროცესი იქამდე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას მიიღებს ადამიანის უფლებათა დარღვევის მაჩვენებლები, სანამ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. მადლობა, დავიწყოთ კითხვის დასაწყისად. პირველ რიგში კითხავ თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ კი ვიცით პარტიის პოზიცია, მაგრამ თქვენი კოლეგები აპირებენ მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ახალი აღმოჩნდა პირდაპირ, ასევე ლეონი მზადება, როგორც ვიცით, თუმცა როგორც თქვენ ცოტა მოგვიანებით გააკეთებენ ამაზე კომენტარს, ასევე ქირჩი აპირებს მონაწილეობის მიღებას. თქვენი პოზიცია კიდევ ერთხელ როგორია? პარტიის და შემდეგ თქო მათ მონაწილეობაზე. ჩვენ გვაქვს მარტივად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ არსებული სტატუს quo, სადაც პოლიტპატიმრები არიან ციხეში, სადაც პოლიტპატიმრების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ შესაბამისი პროცესები არის ჩანიშნული პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გარეშე, აი ამ ცენტრალური საარჩევნო კომისიით და ამ ადმინისტრატორით, რომელსაც ქვია ირაკლი კობახიძე, შეუძლებელია ამ ქვეყანაში მივიღოთ ნორმალური სამართლიანი არჩევნები. რაც შეეხება სხვა პარტიების პოზიციას, მე ლელოს პოზიციას ოდრავ განსხვავებულად უყურებ, იმიტომ რომ მათი მიდგომა მაინც ყველაზე ხშირად ემთხვევა საზოგადოების დაკვეთას, მათ შორის პარლამენტის მანდატების დატოვებასთან დაკავშირებითაც მათი პოზიცია მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაგრამ ის დაემთხვა საზოგადოებრივ აზრს. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, თუ მას სურს, რომ გახდეს ივანიშვილის სისტემური ოპოზიცია, არავინ არ უშლის ამაში ხელს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა მისთვის იქნება ძალიან მძიმე და ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მე მაინც მგონია, რომ ისინი მათი სურვილის მიუხედავად ვერ შეძლებენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აი ბოიკოტს ნიკამელია გუშინ მოუწოდა ოპოზიციური პარტიებს, რომ დრო გადაწყვეტა იღებ თუ არა მონაწილეობასა. ხო, 26 მარტამდე თქვა. აი თქვენ თუ იზიარებთ, რომ 26 მაისამდე უნდა გადაწყვეტოს, იმიტომ რომ მაგალითად ხალხს რო ვეკითხებით, ამბობენ, რომ ეს ქართულების პროპაგანდაა და ამას არ იპასუხებს. აი თქვენ თუ ფიქრობთ, რომ უნდა დააფიქსიროთ ჩვენ პოზიცია ნათლად და მკაფიოდ გვაქვს დაფიქსირებული, რომ ამ პირობებში შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა რა არის მეორეხარისხოვანი არის, მნიშვნელოვანი არის ჩვენმა ამორჩეულმაც იცოდეს, გავდივართ თუ არა არჩევნებში და თუ გავდივართ, რა პირობებს ვითხოვთ. აი კალენდარზე არ არის პრობლემა, რომ მაგალითად ლელომაც მოითხოვოს, რა პირობებში, აი ჩამოაყალიბოს, რა პირობებში უშვებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ რომ ამ წუთას პირობებს აყენებს ბიძინა ივანიშვილი და არა ოპოზიცია. ეს არის თავარი შეცდომა, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც უშვებენ. ჩვენ სამი პირობა გვაქვს: ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ნორმალური ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არსებულთან შედარებით იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. და მათი პოზიცია რა არის, ესაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. ეს გაუპევლობა და სიცხალის შემოტანა თქვენ ვთქვით, რომ აუცილებელია და მე მიმაჩნია გახარიას პარტია რამდენიმე ხანია უკვე მეორეჯერ გამოაქვეყნეს რიტორიკული კითხვა ბოიკოტს სანამდე მიყავართ თუ აი ამასაც მოპასუხოთ აი ეს სამხედრო ბოიკოტს მივყავართ იქამდე, რომ ყოველი დილა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის იწყება საგარეო საქმეთა სამინისტროში ზარით, ვინ არის დასანქცირებული. ახალი სანქცია ვის დაადეს და გიორგი გახარიას გეგმა რა არის? მისი გეგმა არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შევიდეს და რამდენიმე დეპუტატი ყავდეს? და მე მარტივ შეკითხვას ვსვამ. თუ ნაციონალური მოძრაობა კოალიციას ცვლილებებისთვის და სავარაუდოდ ლელოც არ შედიან ამ არჩევნებში, დანარჩენებს რა მოგების შანსი აქვს? რა გახარე 50%-ზე მეც აიღებ მთელი საქართველოს მასშტაბით? და ახლა თუ ბიძინა ივანიშვილის შირმობა და სისტემური ოპოზიციონერობა უნდა, კი ბატონო, გააკეთოს მის პარტიას უწოდოს გახარია საქართველოსთვის ტირე ხალხის ძალა და გააკეთოს, ეს არ არის პრობლემა.
ნახავთ სადამდე მივა. მისი შესვლაც არ ეყოფა ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აი ესეთი შესაძლებლობა ქონდეს მას, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური გამბედაობის, რომ მარტო შევიდეს ამ არჩევნებში. რაც შეეხება ამ პროცესების რადიკალიზაციას, გედი მუხაძის გუშინდელი ინტერვიუ მოვისმინეთ. ჩვენ საუბრობს, რომ 26-ში სისხლძარღვი დაიბაროს არავის არ უნდა შეეშინდეს. ეთანხმებით, ემიჯნებით 26 მაისს არის საქართველოს თავისუფლების დღე, მერაბ კოსტაუას დაბადების დღე. ჩემთვის ეს არის ნათელი მაგალითი, როცა კიდევ ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ, უნდა დავაფიქსიროთ რა არის ამ სახელმწიფოს რაობა, რა არის მისი თავისუფლება, რა არის მისი დამოუკიდებლობა. მე არ მივესალმები იმ განცხადებას, რომელიც მის მიერ იქნა გაკეთებული. იმიტომ რომ ზოგადად ამ ქვეყანას ეს არაერთგზის სამწუხაროდ გავლენია, განსაკუთრებით 90-იან წლებში და არასდროს ეს ქვეყანა ამ რელსებზე არ უნდა დაბრუნდეს. მე შესაძლებლად უშვებ, რომ შვიდობიანად ამ ქვეყანაში შვიდობიანად ადამიანის უფლებების შელახვის გარეშე, აი იმ სიტყვის გამოყენებასაც კი მოვერიდებოდი, რომელიც მის გამოყენებული იქნა, ამის გარეშე ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არის შესაძლებელი. პიკეტირების შესახებ რას ფიქრობთ და ხელი შეუშალოთ მათ ფუნქციონირებასო? პიკეტირება და ქართული ოცნების რეჟიმის შენობების ბლოკირება საერთოდ სხვა საკითხია, ეს მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ჯდება და 26 მაისს მე არ ვიცი, 26 მაისს როგორც ვიცი პარლამენტი არ მუშაობს და რა უნდა დავაპიკეტირო 26 მაისს. აი რო გავალ 26 მაისს რა არის დასაპიკეტირებელი, მითხრან ესეც. 26 მაისს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირზე იდგეს ის ხალხი, ვისაც ჯერა ამ ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის. ისევე როგორც მოხდა მაგალითად 9 აპრილს, როდესაც ქართული ოცნება ვერ მოვიდა 9 აპრილის მემორიალთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის გამზირი 26 მაისს დაიკავოს ამ ქვეყნის პატრიოტებმა და არა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ანუ მიხეილ ყაველაშვილის მაგივრად იქ მირჩევნია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იდგნენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ვიდრე მოვიდნენ ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტები. აი ეს არის თავარი ამოცანა ჩემთვის 26 მაისს. 26 მაისის მერე თუნდაც აი ამ 26 მაისის შემდეგ იცით როგორ არის, მე ამჯერა სატელევიზიო დაგეგმილი ოპოზიციური გეგმების. ჩვენში რო დარჩეს, ესეც ამჯერა, რომ რაღაცა განცხადების დონეზე, მოლაპარაკების გარეშე, დაგეგმარების გარეშე ამ ქვეყანაში არის გამოსვლადი და სატელევიზიო მოწოდებებით რაიმეს გაკეთების ამჯერა. თქვენი თანაგუნდებით მათ შორის ლევან ხაბრეშვილის მასზე საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ფიზიკურად ძალითაც შესაძლებელია. არც მის ნათქვამს არ იზიარებთ. იცით როგორ არის, მნიშვნელოვანი სხვაობა არის ფიზიკურ ძალასა და იმ განცხადებას შორის, რომელიც მაგალითად გედი ფოფხაძესაა გაკეთებული. ფიზიკური ძალა იყო 28 ნოემბრის შემდეგ ის ორკვირიანი პერიოდი, როდესაც ყოველი დღის განმავლობაში გვარბევდნენ. და მე არ მიმაჩნია, რომ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას. პირიქით ვამაყობ თითოეული იმ გატარებული წუთით და წამით, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩემ მეგობრებთან ერთად ვიდექი. და ის ბიჭები სულ ტყილას ხედან ციხეში. აი ეს არის მათ შორის ფიზიკურად საკუთარი უფლებების დაცვა. ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ით, მედია საშუალებებით კომენტარების კეთება არ არის ამ ქვეყნის ხსნის გარანტია. ასევე 26 მაისს მე მგონი აქვს ბოლო კითხვა, ესე იგი საულის ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის აღუნს ჩაიბარებს ხომაზე საუბრობდა, უერთდებით თუ არა, ზოგმა შეაფასება ეს პროვოკაცია არის და აი ამ აღუნს ჩაიბარებს, რას ნიშნავს? მე ის ვიცი, რომ ამ აღლუმს მიხეილ ყაველაშვილი არ უნდა იბარებდეს და არალეგიტიმური პრეზიდენტია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რა აღლუმს იბარებს, ეს ჩემთვის გაუგებარია. აი ოპოზიცია ამ მიმართულებით მუშაობს, რომ თუნდაც 26 მაისს უსაფრთხოება იყოს დაცული, არ მოხდეს რაღაცა ეს წესით და რიგით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ისინი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებული, მაგრამ ჩვენი მხრიდან პროვოკაციული ქმედებები არ იქნება, ან თუ ვიღაცა ამას ეცდება, იქნება ხელშეშლილი ცალსახად, იმიტომ რომ 26 მაისს გვაქვს კონკრეტული ჩემი პირადი და ჩვენი პარტიის პირადი ამოცანა არის, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი და ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკაცია, სადაც ამ ქვეყნის ისტორია იწერება 80-იანი წლებიდან, იმ ადგილს ვერ გაეკაროს ქართული ოცნების ვერც ერთი წარმომადგენელი. ამას ხაზს უსვამ. დეპუტატი, მთავრობის წევრი, ეხლა ის ადამიანები, რომლებსაც სურთ თავისუფლების ზეიმში მონაწილეობის მიღება, მაგრამ წინა არჩევნებში ქართულ ოცნებას მისცეს, მას კეთილი იყოს მათი მოგზანება და დამოუკიდებელ საქართველოში. და მაგას როგორ უზრუნველყოფთ, რომ არ გაიგაროს? ვინ ქართული ოცნების წარმომადგენლები 9 აპრილს ხო ნახეთ, ვინმე გაილახა ხელი მოხდა თუ რა მოხდა, ვერ მოვლენ.
ფიზიკურად ვერ მოვლენ. ლევან, მეკითხავთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, ის ითხოვს ახალ არჩევნებს საქართველოში. როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაება ეს განცხადება? მე ესე შევხედავდი, როდესაც მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყანაში ახალ არჩევნებს, როდესაც ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევით, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებიც აღიარებენ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, სოციალური მეცნიერებების ნებისმიერ სახელმძღვანელოში ოდნავ დემოკრატიული სახელმწიფოც თუ არის. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ყველაზე მარტივი საშუალება არის ახალი არჩევნების დანიშვნა. და დანიშნოს ქართულმა ოცნებამ, ხო არიან ჯანზე, ხო არიან შესაბამის კონდიციაში. კი ბატონო, დანიშნონ არჩევნები. პოლიტიკური კრიზისია ამ ქვეყანაში და ამის არაღიარება არის წარმოუდგენელი. ქართული ოცნება თვლის, რომ ერთპარტიული პარლამენტი სახელმწიფოს, რომელთაც აქვს პრეტენზია, რომ ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, კრიზისით არ არის გამოწვეული. და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩარევა ამ შიდა საქმეებში ეს არ არის იმის მოწოდება, რომ და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადება არ გახსენდებათ საქართველოსთან დაკავშირებით და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და 3+3 ფორმატში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მაშინ კრამიტს რატო არ ხდის ქართული ოცნება, როდესაც ოკუპანტი ერევა ჩემ საქმეში. ლიეტუამ რა უნდა დაუშავოს ამ ქვეყანას გაკეთების გარდა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მარია ზახაროვა რო ლექციებს კითხულობს საქართველოზე, ეს პრეტენზია რატო არ ყენდება მაშინ? და მაგრამ მიზანი აქვს, როდესაც ამას ამბობენ და მიზანი არის ერთი და მარტივი. როდესაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ლიეტუელები, არ უნდა დავივიწყოთ რა ჩვენი წარსული. ჩვენ ლიეტუელები და უკრაინელები ვიყავით სამი მთავარი სახელმწიფო, რომელმაც ფაქტობრივად დაშალა საბჭოთა კავშირი. ამ სამ სახელმწიფოში იყო ყველაზე დიდი გამოსვლები, ყველაზე ძლიერი ეროვნული მოძრაობები და როდესაც ხედავენ საქართველოში არსებულ ვითარებას, როდესაც იციან ამ ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფების შესახებ, როდესაც იციან, რომ ქვეყნის უმრავლესობა არის ევროპული კავშირის წევრობის ჭკუაზე, გეხმარებიან, რომ შესაბამისი განცხადება მათი მხრიდანაც იყოს გაკეთებული და თავი არ იძრო მიტოვებულად. იმიტომ რომ როდესაც ევროპელი და ამერიკელი არ აკეთებს შენზე განცხადებას აკეთებს მხოლოდ რუსი და მარტო რუსი არ უნდა აკეთებდეს საქართველოს განცხადებას და მარტო მოსკოვში არ უნდა ახსოვდეთ რომ არსებობს ესეთი სახელმწიფო სახელად საქართველო. აი ეს არის მთავარი ამოცანა. უნდა გადაიხადოს და ამით ვერ დაამარცხებენ მოქმედ რეჟიმს. ანუ ვიცით რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბაღების და მინდა გითხოთ, ანუ აქამდე სხვა აქციებზეც იყო წარმოდგენილი ეს მიხეილ სააკაშვილის სურათები ფარგლებში და აი ახლა რატო გააქტიურდა და რატო იმიჯნებიან ესე მიხეილ სააკაშვილს? მოდით მე მაინც დელიკატური ვიქნები ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს თემა ეხება პოლიტპატიმრებს და ზოგადად პატიმრის მიმართ მე სხვა დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ისე წესი ესეთია, რომ პატიმარზე ესეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ დიდი გაუგებრობა, რომელიც გარკვევაც ახლა მიდის, იმიტომ რომ რიგი ხელმომწერების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ არ იციან, არავითარი ინფორმაცია არ აქვთ, რეალური არის თუ არა ეს ხელმომწერები, ან რის გამო მოაწერეს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით დიდი მithქმა მოთქმა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ევროპარლამენტის ფაქტობრივად ყველა რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს, როდესაც სენატორები, კონგრესმენები, უკრაინის პრეზიდენტი, მოლდოვის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი, მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს მიხეილ სააკაშვილს კლასიკურ პოლიტიკურ პატიმრად, იმიტომ რომ მას არ ქონია, იცით როგორ არის, იგივე მოსამართლეებს ყავთ მიხეილ სააკაშვილი გასამართლებული და იგივე პროკურორებს უარესებს კიდე. ანუ ბატონი ფარცხალაძე, რომელიც 9 მაისს იბარებდა პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს, აი კაცი შეყერილია მიხეილ სააკაშვილის საქმეები და ეს მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი იყოს, სხვა საკითხს რო აღარ შევეხო. ადამიანებს აქვს საკუთარი შესაძლებლობა და უფლება გამოხატონ შესაბამისი აზრი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი იქიდან გამომდინარე და სხვადასხვა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ აი ამ შემადგენლობაში
მაგალითად ამ ბიჭების რიგებში არიან ადამიანები, მაგალითად არჩილ მუსელიანცი, მაგალითად ანატოლი გიგაური, რომლებიც არიან უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრები. და ბევრი ადამიანია, რომელიც ამას არ ეთანხმება, ამიტომ აზრთა სხვაობა რა არის, იცით, ოპოზიციურ ელექტორატსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის. ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და იქით აღევლინება ლოცვები ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებს. ეს არის სხვაობა. ეს ყველაფერი გააკეთდა 9 მაისის მერე. 9 მაისიდან რომ იყო პლაკატებში გვახსოვს, მაგრამ ესეთი პრობლემა არ არის, არ ქონია არც ცნობები ყოფილა ამასთან დაკავშირებით. აი, ახლა რატო გააკეთდა და როგორ ფიქრობთ, ანუ რა არის ხა ამის მიზანი, რომ ეს არის ფსევდო დილემების დასმა და რაღაც წყალგამყოფის შექმნა, იმიტომ რომ ოპოზიციაში მთავარი მამოძრავებელი ძალა, მით უმეტეს საგარეო მიმართულებით არის ნაციონალური მოძრაობა და რაღაც ხინჯის ჩამოგდება პოლიტპატიმრებს და ნაციონალურ მოძრაობას შორის და არ გამოუვა ეს არავის, მათ შორის არც ქართულ ოცნებას. და გირავს გადახდის არ გადახდის თება, ერთ-ერთი საკითხი გახდა, რაც დაპირისპირება მოყვა ოპოზიციაში, ზოგმა გადაიხადა. დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. ნიკა გვარამიამ, აი გეტყვით, ნიკა გვარამიამ ოპოზიციაში მაგალითად, რომ მორალური უპირატესობას ვერ ვიგრძნობ, თუ გადავიხდიო, ეს მიანიშნებს იმას თუ არა, რომ მორალური უპირატესობა არის, ვინც ციხეს ირჩევს, გარდა ამისა გამოეხმაურა ნიკა მელიაც და თქვა, რომ როცა სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში უნდა იყვნენ და ციხეში არიანო, როდესაც მსახიობები თეატრში უნდა იყვნენ და ციხეში არიანო, არ აქვს მორალური უფლება პოლიტიკოს, რომ ამ პროცესში ქართული ოცნების წისთვის დაასახსნავი და გადაიხადოს გიანიშნა პირდაპირ. მოდი ესე დავიწყებდი. მე რო დამიბარონ ამ კომისიაზე მე თვითონ არ გადავიხდიდი ამ გირაოს, მაგრამ ამ ადამიანების ადგილზე თავს ვერ ჩავიყენებ, ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება და მე ესე გავყოფდი. ვინც იხდის გირაოს, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ვინც არ იხდის, მათ ამ ნაბიჯს უწონებ. ანუ შეუძლებელია, რომ ორივე ერთნაირად შეაფასო ორივე გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ერთი არის მაგალითად ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ხვალ აქვს შესაბამისი სასამართლო პროცესი და დღეს ოჯახში აქვს ის მდგომარეობა, რომ მამას და მეუღლეს ემშვიდობებიან, იმიტომ რომ ის სავარაუდოდ ხვალ აღმოჩნდება საპყრობილეში და შეუძლებელია ხვალ ის და ის ადამიანები, ვინც იხდიან, გაუტოლო ერთმანეთს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ მორალური უპირატესობა მე არ მგონია, რომ ნიკა გვარამიამ ეს განცხადება გააკეთა იმაზე, რომ გრძნობს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც გადაიხადა, მაგრამ მორალური უპირატესობა, რომ ქართულ ოცნებასთან უნდა ჰქონდეს, ამაში ვეთანხმებ. ანუ თუ პოლიტპატიმრების ოჯახები და პოლიტპატიმრები თავად არ მიდიან არავითარ კომპრომისზე, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ლიდერი ოპოზიციის, რომელიც რამე რო იყოს, ხვალ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, ბიძინა ივანიშვილთან კომპრომისზე არ უნდა მიდიოს. ეს არის ჩემი ღმერთწმენა. თუმცა ნახეთ, აი გიორგი ბაშეცმაგი ამბობს, რომ ანუ მე იმაზე ვფიქრობ, რომ უფრო საგების მომტანები იქნებიო გარეთ ხალხთან ერთად თუ ციხეში და თქვენ როგორ ვფიქრობთ, აი მიმართულებით ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება, ძალიან რთულია ადამიანებს აქ რაიმე მოუწოდო. იმიტომ რომ ერთი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სად არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფნა ციხეში თუ ციხის გარეთ, სად უფრო მეტი პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია. მეორე არის ადამიანური პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანის ოჯახები ყავთ, ზოგი არ არის ახლა ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის და ბევრი ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მონაწილეობას. ახლა მე მათ შორის ეს შეზღუდვა არ მაქვს, რომ რაღაცა შვილები და მეუღლე, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმეა მორალურად ამის გადატანა, ხო? მაგრამ მე არავის არ გავამტყუნებ, ვინც გადაიხდის, მაგრამ ვინც არ გადაიხდის, იმას რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი პატივისცემით შევხედავ. იმიტომ რომ ამ წუთას მე მგონია ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომ ოპოზიციონერს სამწუხაროდ აქამდე მივედით, რომ ოპოზიციონერებს უფრო მეტი ზიანის მოტანა ივანიშვილისთვის ციხიდან შეუძლიათ, ვიდრე გარეთ. და განსხვავებული შეფასება პოგირჩიდან ისინი ამბობენ, რომ არ თანმიმდევრულია ოპოზიცია ვასაკითხთან მიმართებაშიც, ამბობენ, რომ თუ გადაიხდიანო, ლეგიტიმაცია არისო, ან საერთოდ არაფერი არ უნდა გადაიხადონ და არ უნდა აღიარონ ეს ხელისუფლებაო, ან გარკვეულ საკითხებში მუღაიმას შევიარო, ანუ არ თანმიმდევრულობა დაუწინდეს. თქვენას ფიქრობთ ამას? გირჩის დასაწუნი აქ არავის არაფერი არ ჭირს. აი რანაირ განსხვავებაც არ უნდა გქონდეს ჩვენ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. გირჩი კლასიკური პოლიტიკური პარტია აღარ არის, არც ერთ პროცესში არ მონაწილეობს და მხოლოდ კომენტატორობით არის დაკავებული. ეს არ არის ფეხბურთის მატჩი არ მიდის, რომ შეგვაფასონ ჩვენ როგორ თამაშობთ და ისინი თვითონაც რამე გააკეთონ.
ანუ ეს ჩემთვის არის მიუღებელი რა. ხალხი რომელიც არაფერს არ აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მე იმის აწონ-დაწონვა სხვა რას აკეთებს, აგერ არის ბურთი და მოედანი და რაც უნდათ ის გააკეთონ. გვაჯობონ და მოგვაშორონ ივანიშვილი. მხოლოდ ტაჩ დაუკრავ, მაგრამ როცა არაფრის თავი არ აგაქვს, სხვა რომელიც იღებს ესეთ გადაწყვეტილებას, რომ კაცი წავიდე ციხეში, მე შენი კრიტიკა აღარ ჭირდება იმას. ბატონო ლევან, ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სწავლული მეგობარი აქტთან დაკავშირებით, ესე იგი, მკვლევარი ევრაზიის ქვინსის პასუხისმგებელი სახელმწიფოებრივი მართლობის ინსტიტუტში, მოკლედ მარკ ეპისკოპოსი წერს, რომ ესე იგი, ეს წარმოადგენს არ არის მეგობარი აქტი და ეს არის პირდაპირ მოთხოვნა ისეთი საკითხების, რომელიც არის შიდა საქმეებში ჩარევა ესეთი და მეორე, ესე იგი, სრულად დაანგრევსო ამერიკის და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას მათ შორის ამ ქვეყანას შორის და ულტიმატუმების ენით საუბრის ნაცვლადო პრაგმატული პოლიტიკა აწარმოოს, მოკლედ სტატია არის ესეთი და თქვენ რა სიტყვით? ვინ არის ეს კაცი? ესე იგი, ეს არის ევრაზიის მკვლევარი ქვინსის პასუხისმგებელი სახელმწიფოებრივი მართლობის ინსტიტუტში, მარკ ეპისკოპოსი და მოკლედ მისი სტატია. ხო, არ ვიცი. ეს არის როგორც ჩანს ახალი კიმბერლი ლოუ ქართული ოცნების. ესე იგი, სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტები, სენატორები და კონგრესმენები რო განცხადებას აკეთებენ, ამ დროს იძახიან ეგვინარიო და კიმბერლი ლოუ და ეს კაცი თუ ხალი არ ვიცი ვიზე არის საუბარი, ამის განცხადება ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ანუ ვიღაც უცხოელი რას იტყვის ქართულ ოცნებაზე, საერთოდ მაინტერესებს ეს. ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიკინავა აგინებს შეურაცხყოფას აყენებს პარლამენტის ზარქუას. დროას წევრები არიან კიდევ ვიდეოში, ვინც არის. ხო, სხვა აქტივისტები არიან მათ შორის. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, მისაღებია თქვენთვის თუ არა ეს? მორალური ძალადობის ფორმა მაინც თუა. ზოგადად სიტყვა ძალადობას ქართული ოცნების მომხრეები და ქართული ოცნების წარმომადგენლები არავის მიმართ არ უნდა იყენებდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციელების ხელით ქალებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და სექსუალურად ავიწროვებდნენ. ამ ჩვენებები არსებობს. და როდესაც ეს რჩება დაუცველი და როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ვითომ საკანონმდებლო ორგანოს წევრი, უნდა იცოდე ამას რა მოყვება. პოლიციის მანქანებში რომ ხუთავ აირს უშვებდნენ და წიწაკის სპრეის უშვებდნენ და აი ბოლოს აქცია რო იყო თბილისის გასასვლელში 100 ლარიანებს ეძახდნენ ქალებს, ეს რატო არ დაგმო ბატონმა ზარქუა და მე რატო უნდა დავგმო ახლა მის წინააღმდეგ რა იმეს თქვა. კაცი სიცოცხლეს უმწარებენ ადამიანებს. დასაჭერთა სიებში არიან, ქვეყნიდან გაქცევა უწევს, აიტანოს ბატონმა ზარქუამ. ეს არის ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ როდესაც დასთეს უსამართლობას კანონის ხელით და პოლიციელის ხელით, ეგრეთ წოდებული პოლიციელის ხელით და არავისზე არ აყენებს შედეგს, მერე მოყვება ის, რასაც ქვია სამართლიანი კრიტიკა. და ეს უნდა აიტანოს ყველამ სამწუხაროდ. აქამდე მივიდა ქართული ოცნება. შეიძლება 26 ოქტომბრამდე ესე არ მეთქვა, მაგრამ ეხლა როდესაც ყველაფერს უშვებ, ქალ შეურაცხყოფას აყენებ და შენი პოლიციელები სექსუალურად ავიწროვებენ, ამაზე პრეტენზია რო არ აქვს, მერე რაღაცას რომ მოგაძახებენ, უნდა შეირგო დედის რძესავით. აი ეს არის ჩემი პოზიცია. ანუ ამ შემთხვევაში გარკვეულ შემთხვევაში თუ ისინი აი ის ნაძირალა პოლიციელები დასაჯონ, დანიშნონ ახალი არჩევნები და დავგმობ მერე. ეჭვი არ შეეპაროს არავის. იქამდე არაფერს არ ვიზამ. მაგრამ კიდევ ერთი აქტივისტი გამოვიდა ახლა ისა ირაკლი ზარქუა მსხვერპლი, კრეტინი. კარენესებუა, რომელიც აქტივისტია ერთ-ერთი ევროკავშირიდან დაფინანსებული ორგანიზაციის და მართლა გუნდში საუბრობენ, რომ აი ხელი ეწყობათ მათ ფინანსებით და ასე ძალადობრივი აქტები ხალისებით. ვინ არის? იქ ვინც მონაწილეო? არ ვიცი. ზოგადად ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ შესაბამისი პოზიციის გამოხატვაში ფულის გადახდა არ არის საჭირო. ფულის გადახდის გარეშეც 1 მილიონ კაცემეც ეზიზღება ეგენ. არ ჭირდება ამას ფული. კანტაბზე გადავიდეთ. და კიდევ ერთი თემა. კი ბატონო. ანუ ერთ-ერთი იყო ირაკლის აქ კითხვა. საერთაშორისო გამჭირვალება საქართველოს გავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წელს დაკავებული ალექსო ჭავარიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს. ეს იყო პირველი კითხვა იყო. კი, მე დავს. იყო. ანუ გაიც სხვა გადავიდეთ სხვა მეთოდებით კითხვა. როგორ? სხვა მეთოდებით. აბა? და იქ საუბარი
საუბარია რომ ის რაზეც ჭიოდა გამჭრვალება საქართველოს ორ მუხლში არ დადგინდა გამწვნება ეს იყო მაგალითად თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი სასამართლო და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება აი რაზე მიუწევს ეს რაშიც დადგინდა ის გამოასწორონ მაგრამ ისი გამომწორებლები არიან ანუ იქ რაც წერია იმაზე უარესი შემთხვევა ვიცი მინიმუმ 1.50 წელი რომელზეც დარწმუნებული ვარ რომ იგივე შედეგი დადგება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეჭვი არ მეპარება იმიტომ რომ აქ მე როგორც მახსოვს ამ кейსში 20 საათზე იყო საუბარი და აქ არის ხალხი რომელსაც 48 საათს აი ერთი წუთითაც კი არ უგვიანებენ მთლიანად აყუდებენ ციხეში ანუ მათ როგორც მენიშნებენ რომ ეს აღიარება პირდაპირ რომ ეს არც გამოხატვის ხო სტრასბურგმა ანუ მართველი გუნდი აცხადებს რომ სტრასბურგმა ისინი აღიარა როგორც სუპერდემოკრატიული სახელმწიფო და ხელისუფლება ის ერთი ეს მაგარი იციან ის ერთი იმას ვერ კითხულობენ ინგლისური არ იციან გადაათარგმნინონ ხელოვნურ ინტელექტს deep state-ი როგორ მუშაობს მათ წინააღმდეგ აი წარმოუდგენელი ამბავია წერია რაშიც დადგინდა დარღვევა იმას ვერ ხედავენ და რაშიც დადგინდა ეს კონსტიტუციის მაჩვენებელი არ ვიცი ეს შეიძლება იყოს ის რომ აქ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე იყოს საუბარი სხვა кейსია არ ვიცნობ ამ მიმართულებით რა მოხდა სასამართლო პროცესზე ან ვისი შედგენილი იყო სარჩელი მაგრამ ისიც საკმარისია რაც დადგინდა ჩემთვის ჩვენ შორის სხვაობა ეს არის ჩვენს და ქართულ ოცნებას შორის ჩემთვის ერთი გამტყუნება საკმარისია იმისთვის რომ ამ ხარვეზზე ვისაუბრო და ესენი საუბრობენ რომ აი კი მოხდა რაღაც მაგრამ თანაც შენ ხო გავმართე ის რაღაც არ უნდა გამოსწორდეს მაგრამ მართ რა უნდა გამოასწორო ხო ჭეშმარიტად სამართლიანი სასამართლო აქვს რომლის მოსამართლეებსაც სინათლის სიჩქარით უსანქციებენ ის ევროპელები მაგარი სასამართლოა ამო კი ბატონო გადავიდეთ კადრებზე